მოგესალმებით, მე ვარ ექიმი რადიოლოგი მაია ჯინჭარაძე. ჩემს წინა ვიდეოში გესაუბრეთ ულტრასონოგრაფიულ პრაქტიკაში გამოყენებულ ძირითად გადამწოდებზე, ახლა კი მინდა გესაუბროთ დანარჩენ გადამწოდებზე, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. მაშასე დავიწყოთ. პირველი არის კალმის ფორმის გადამწოდი. მისი სახელწოდება ფორმიდან გამომდინარეა, მას უწყვეტი ტალღის გადამწოდსაც უწოდებენ და იგი ძირითადად გამოიყენება დოპლერული მეთოდით კვლევის დროს. მისი სიხშირე მერყეობს 2-დან 8 მეგაჰერცამდე. პიეზოელექტრული კრისტალები მხოლოდ 2 ამაში და ცალ-ცალკეა განლაგებული. მისი ნაკვალევი არის პატარა და ვიწრო და იგი გამოიყენება სისხლძარღვში სისხლის ნაკადის შესაფასებლად, ასევე გულის სარქლოვანი აპარატის შესაფასებლად. შემდეგ გვაქვს ტრანსეზოფაგური გადამწოდი, რომელიც აღჭურვილია მოქნილი ზონდით, იგი თავსდება საკლაპავში და მისი საშუალებით შესაძლებელია გულისა და მისი სიზარღვოვანი აპარატის დეტალური გამოკვლევა. მისი სიხშირე მერყეობს 3-დან 7 მეგაჰერცამდე. პიეზოელექტრული კრისტალები ისევეა განლაგებული როგორც ფაზური მასივის სექტორულ გადამწოდში, ანუ ცენტრალურად მას აქვს სექტორული ნაკვალევი, ისეთივე ნაკვალევი როგორც აქვს ფაზური მასივის გადამწოდს და იგი გამოიყენება, როგორც უკვე ვთქვით, გულის დეტალური კვლევისთვის, ასევე ინტრაოპერაციულად მონიტორინგისთვის. შემდეგი გადამწოდები არის 3 და 4D გადამწოდები, ესე იგი სამგანზომილებიანი გადამწოდები. ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ გადამწოდებზე, რომლებიც ორგანზომილებიან რეჟიმში იძლეოდნენ გამოსახულებას. ახლა კი მოგახსენებთ 3 და 4 განზომილებაში გამოყენებად გადამწოდებს, რომლებიც ძირითადად გამოიყენებიან მიანობა გინეკოლოგიაში. 3D გადამწოდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ მოვახდინოთ ვიზუალიზაცია ნაყოფის ანომალიების, ხოლო 4D გადამწოდის საშუალებით, იმის გამო რომ მას რეალურ დროში გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა აქვს, შეგვიძლია დავინახოთ ნაყოფის ემოცია. ბოლო გადამწოდი, რაც ბოლო წლების სიახლეა, ეს არის პორტატული გადამწოდი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს, ანუ მრუდხაზოვან, ხაზოვან და ფაზური მასივის გადამწოდს და ასევე პროცესორს და აკუმულატორს. მისი მიერთება შესაძლებელია სმარტფონზე და ადვილად შეგვიძლია ჩავატაროთ ჩვენთვის სასურველი ორგანოს ულტრასონოგრაფიული კვლევა. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა გადამწოდებზე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ ვიდეომდე.